გამომძიებელ მირზა ჯაფარიძესთან დღეს ბევრი კითხვა ჰქონდა ნიკა კაციას. ეს არის ის გამომძიებელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადგილზე იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც ნიკა კაციას შხრეკა მიმდინარეობდა, თუმცა ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ მამაკაცი, რომელიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოიკითხა, მას ადგილზე არ უნახავს. ასევე კაცია ამტკიცებს, რომ ადგილზე იყო 10-ზე მეტი პოლიციელი და არა 3, როგორც თავად მოწმე ამბობს. ამას დღეს ნიკა კაციას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა. კაციას ჰქონდა სურვილი, რომ მათე დევიძესთვის და სინდისის პატიმრებისთვის გამოეცხადებინა სოლიდარობა, თუმცა თავდაპირველად ამის შესაძლებლობა თამარ მჭედლიშვილმა არ მისცა. უთხრა, რომ ეს შეძლებდა სიტყვის თქმას, მას შემდეგ რაც ხდომა გაიხსნებოდა და ბოლოს ექნებოდა ამის შესაძლებლობა, თუმცა როდესაც პროცესი დასრულდა, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა კაციას ხდომათა დარბაზიდან ისე გაიყვანეს, რომ სიტყვა არ ათქმევინეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ მოსამართლე იძულებული გახდა, რომ კაციას ხდომათა დარბაზში დაებრუნებინა. დღეს ჟურნალისტმა სოლიდარობა გამოუცხადა. ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, მათე დევიზეს და ყველა სინდისის პატიმარს ნიკა კაციამ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ეს ადამიანები არიან უკანონოდ დაპატიმრებულები და კაცია მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მათი გათავისუფლებისთვის ბრძოლა გააგრძელონ. უბრალოდ ჩემი თავი არ მიმაჩნიეს პროპოზიციაში ვესაუბროთ, რომელიც საერთოდ არ მოხდა. მინდა გაიხსენოთ ის რაოდენობა, რომელსაც თქვენი თანამშრომლები მიუთითებს და მაშინ საერთოდ უნივერსიტეტში როგორც არის. თავად რაოდენობა რამდენი ადამიანი იყო ჩემს პოლიციელები ეს რაოდენობას პოლიციელებს არ სამი პოლიციელი იყო, მე, მირზა ჯაფარიძე, ლაშა ხარხელაური და გიორგი ბატონო, მე დაახლოებით მაგ 10-ზე მეტი და სადაც მაშინ ისწავლენი არის საუბრო, სამი ხელსაყრელი თამო ესე გამოდის. პროტესტი მაგის პასუხი შეგვიძლია ხოლმე აგას პრობლემები მეტი იყო და მეტი მაგდაცი. ანუ 10-ზე მეტი სამი ვიყავით. მინდა მათემატიკაზე და უთხრა რომ მის წინავე არასდროს შეიძლება იმიტომ რომ დანარჩენებად მასთან ერთად და სინათლისთვის უსასრულო წვრთნიაში ჩვენს სიმართლით აუცილებლად გავიკარგავთ გზას. ასევე სოლიდარობა ყველა სინდისის პარტნიორთან, ჩემს კოლეგას მზია ამაღლობელს, ასევე თავისუფლება ჯაფარიძეს, მელიას, ბარანიას, რომელმაც ჩემი თავით ძალიან დიდი აუდიტორია გააჩნია და ამას მელია და თავისუფალი სიტყვა. და შემდეგში აღარ შემიძლია გამოხატოს სამართლი. სასამართლოში მოსულ მირზა ჯაფარიძეს დღეს მისი კოლეგები იცავდნენ. სასამართლოს დერეფანი სავსე იყო პოლიციელები და სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კორდონის მეშვეობით დატოვა დღეს მირზა ჯაფარიძემ სასამართლო. ბუნებრივია მასთან არსებობდა უამრავი კითხვა, თუმცა დღეს პოლიციელმა სასამართლო დუმილის ფონზე დატოვა. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ნიკა კაციასთან საგამოძიებო მოქმედებების დროს ეს გამომძიებელი ნამდვილად იმყოფებოდა. ასეთი არის ბრალდების მხარის პოზიცია, რაც შეეხება დაცვის მხარეს. ადვოკატები განმარტავენ, რომ ნიკა კაციას საქმე თავიდან ბოლომდე თეთრი ძაფით არის შეკერილი. ნიკა კაცია ამბობს, რომ თქვენ საერთოდ არ უნახი ხართ ადგილზე. რა საგამოძიებო მოქმედებებში იღებდით მონაწილეობა? შეგიძლიათ მითხრათ? თქვენ ამბობთ, რომ 3 ადამიანი იყო ადგილზე. ხელს მომკრავ, 1 წუთი არ ჭირდება შენი დაცვა. თქვენ ამბობთ, რომ 3 ადამიანი იყო ადგილზე. ნიკა კაცია ამბობს, რომ 10. სასამართლოს გადაწყვეტილება. ნიკოლოზ კაციამ როდესაც დაიწყო პოლიციელის დაკითხვა, განაცხადა, რომ იგი საერთოდ არ ყავდა ნანახი შემთხვევის ადგილზე, თუმცა შემდეგ შეკითხვებს უსვავდა სხვადასხვას, რომელიც უშუალოდ კონტაქტზე და მასთან შემხებლობის დამადასტურებლად შეგვიძლია მოვიშველოთ. შესაბამისად, მის ეს ორაზროვანი კითხვები ჩემთვის გაურკვევლია, ვინაიდან გადაჭრით გაუძევნად დაადასტურა, რომ მასთან ჩატარდა ნამდვილად პირადი ჩხრეკა და დადასტურებული ასევე ხელის მოწერა. თქვენ არსებითაც აწინააღმდეგო ჩვენება მისცა იმ საქმეში წარმოადგენილ მტკიცებულებებთან მიმართებაში, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენს ნიკოლოზ კაციას ბრალდებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოწმის ჩვენებას საბოლოოდ არ არის უთხოვარი
უარი და ნიკასაც ხონდა უამრავი შეკითხვა მასთან მიმართებაში და ნიკამ განმარტა რომ ეს პიროვნება არ იმყოფებოდა იმ დღეს იმ პოლიციელთა შორის რომლებმაც პირადი შრეკა მოახდინეს და შემდგომ დაკავება თავად ნიკამ როგორც თქვა არ ეცნო თუმცა მეც დღეს გავიგე და რა თქმა უნდა ნიკამაც გამოძიების ასე თქვა დაკავების შემდგომ დღეს პირველად ნახა ეს პიროვნება სხდომის დარბაზში საკმაოდ შეკერილი არის ორჯერ 2-4-ია ეგ ამბავი უბრალოდ ყველა პროცესზე კიდევ ერთხელ წმუნდები იმაში რომ ადამიანებს უბრალოდ დაზეპირებული აქვს ტექსტი იქ შემთხვევაში ეს ადამიანები საერთოდ არ არიან ნამყოფები დაკავების ადგილზე და აბსოლუტურად ყველა პროცესზე აი თუნდაც შევუყურებთ რომ როგორ გამოდიან მოწმეები დარბაზიდან და რამხელა დაცვა მიყვებათ რომ აქედან გააცილოთ არ ვიცი ალბათ მათი მშობლები შვილები რომ მეუღლეები ოჯახის წევრები უნდა დაფიქრდნენ რომ როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა ისე რომ დადიოდი ამდენი დაცვა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ თქვა, რომ დაკავების დროს დაირღვა მისი უფლებებიც. კაცია განმარტავს, რომ მისი პირის ხრუდან ნერწყვის ნიმუში საგამოძიებო მოქმედებების დროს პოლიციელებმა ძალის გამოყენებით აიღეს.